რამდენიმე წუთში საქართველოს პირველ არხზე ნუცა ბუზალაძის ევროვიზიის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა გაიმართება. რაზეა სიმღერა და ვიდეორგოლი? ამას პრემიერამდე ახლა მარიკა შალიკაშვილი გვეტყვის. რამდენიმე თვიანი მოლოდინი დასრულდა, სულ რამდენიმე წუთის წინ Redison Redis ტერიტორიაზე შეკრებულმა სტუმრებმა შეძლეს რომ ენახათ პრემიერა იმ ვიდეორგოლის და იმ სიმღერის, რომლითაც საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენს ევროვიზია. 2024-ის კონკურსზე მაისში შვედეთის ქალაქ მალმოში, მალმო არენაზე მე შეგახსენებთ რომ ევროვიზია გაიმართება 7 და 9 მაისს, ნახევარფინალური ტურები, ნუცა ბუზალაძე იმღერებს 9 მაისს მეორე ნახევარფინალურ ტურში. სულ რამდენიმე წუთში კი უკვე ჩვენს მაყურებელსაც ექნება შესაძლებლობა რომ ნახოს ვიდეოკლიპი სიმღერას სახელწოდებით Firefighter, ანუ ცეცხლთან მებრძოლი და ჩვენ ეხლა შეგვიძლია უკვე მოვისმინოთ კომენტარები და თავად ნუცასგან მოვისმინოთ თუ რა არის ამ სიმღერის და ამ ვიდეორგოლის შინაარსი და ის მესიჯი, რომლითაც ის ევროპის წინაშე წარსდგება. შედგა პრემიერა ჩვენი კლიპის და უბედნიერეს ვარ, იმიტომ რომ რეაქციებს ვაკვირდებოდ განსაკუთრებით დაპატიჟებული სტუმრების და ყველას ძალიან მოეწონა მართლა და ეხლა შედგება უკვე ჩვენი სატელევიზიო პრემიერა და ერთი სული მაქვს, როდის გავიგებ აი ხალხის რეაქციებს როგორი შედეგი დავდეთ მოკლედ ჩვენი ქვეყნისთვის. პირველ რიგში ჯერ ჩვენთან და შემდეგ უკვე მსოფლიოც ნახავს ამ ყველაფერს. მე მიხარია პირველ რიგში რომ ჩვენი აი ეს სამუშაოები დამთავრდა, როგორც იქნა მაყურებელმა ნახა მე მოხარული ვარ, რომ ყველას მოეწონა და ეს იქნება ერთ-ერთი საწინდარი, რომ შემდეგში უკვე ნუცას დიდი წარმატება ელოდება წინ და რა ვიცი, ყველა ერთად უგულშემატკივროთ. ევროვიზია ყოველთვის დაკავშირებულია ესეთ ხალხმრავლობასთან და ძალიან კარგ განწყობასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წელს გვაქვს განსხვავებული შემადგენლობა, იმიტომ რომ ძალიან ინტერნაციონალურმა გუნდმა იმუშავა პროექტზე. დღეს არის პრეზენტაცია და მოლოდინი გვაქვს, რომ მაყურებელი ისე მიიღებს ამ კლიპს და სიმღერას, როგორი ენერგიითაც ნუცა არის განწყობილი. ძალიან გვიხარია ამ საოცარ ღონისძიებაში მონაწილეობა. ამას ორი მიზეზი აქვს. ერთი ისაა, რომ ჩვენი ბრენდის სამი მიმართულებიდან ერთ-ერთი არის მუსიკა. ჩვენ ვამბობთ, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს და გვეხმარება დაუვიწყარი შთაბეჭდილების შექმნაში. მეორე კი ისაა, რომ ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვაქვს პრივილეგია მხარი დაუჭიროთ ახალგაზრდა მუსიკოსებს, ისეთს, როგორიც ნუცაა. სიმღერის ავტორები არიან მაკედონელი დარკო დიმიტროვი და ალბანელი ადა სატკა, რაც შეეხება კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილი, მხატვარი შაკო პოპიაშვილი, კოსტიუმებზე ლაშა ჯოხაძემ იმუშავა, მონტაჟი ნესტან სინჯიკაშვილს ეკუთვნის და რაც შეეხება უკვე შემდეგ დადგმას, რომლითაც ნუცა ბუზალაძე წარსდგება მალმოში, ევროპელი მაყურებლის წინაშე, საკმაოდ დიდი ჯგუფი იქნება, ინტერნაციონალური გუნდი ჩართული სიმღერის სცენოგრაფიაში და დადგმაში და ასევე აღსანიშნავია, რომ მაყურებელი სულ მალე ნახავს ნუცასთან ერთად კლიპში გადაღებულები არიან იტალიელი მოცეკვავეები, რომლებიც სპეციალურად ჩამოვიდნენ საქართველოში და ასევე ნუცასთან ერთად უკვე სასცენო დადგმაზე იმუშავებს ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, რომელიც მასთან თანამშრომლობდა პროექტში American Idol, ანუ ამერიკული ვარსკვლავი და სწორედ მის გამოცდილებასაც ნუცა გამოიყენებს უკვე იმ დადგმისთვის, რომლითაც საქართველო წარადგენს ჩვენს საკონკურსო ნომერს და სიმღერას სახელწოდებით Firefighter. მე მინდა რომ ნუცას დიდი წარმატება ვუსურვა. ეს მარიკა შალიკაშვილი იყო.